მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით მაფია 2-ით. მოკლედ ახლა ვინც არის ციდან ვის წარუნახავს წინა ნაწილი. დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ესე იგი ჯო ვარისო მთვრალიო რა და მოდით უმალე სახლშიო. ოპა. უი, ეს კორვეტი მეგონა მე. კაი, ნუ არა, უშოს კორვეტი არა, მაგრამ ხო გავს. ცოტა მაინც. კაი, ეხლა უნდა წავიდეთ ჩვენ ჯოუსთან, იმიტომ რომ დათვრა და წინაზე რომ ბავშვი მოკვდა სამწუხაროდ უიმე რაფერას რეალებს. მაგ ბავშვის სიკვდილის გადატანა უნდა რა, იმითი რომ სვამს და მოკლედ რაღაცებს აკეთებს და მოდიო რა მალეო სანამ ეხა დაიწყო ამანო ხალხის მოკლავა აქვს, იმიტომ რომ იარაღს აკეთიკეთ აქნებსო და წავიდით მაშინ ჩვენ ეხა მანდ და უცებ გადავარჩინოთ ჩვენი ვაიმე არა ეს მანქანა არ ვარგე ეს მანქანა ძალიან სრიალებს და მაგიტო სხვადასხვა კიდე გამოვიდა ძალიან მაგარი თამაშები გამოდის ბიჭო რანაირად სრიალობს ეს რა არის ძალიან მაგარი თამაშები გამოდის როგორც გეუბნებოდით მაგალითად Doom-ი გამოვიდა The Dark Ages GTA 6 გამოდის კიდე რაც მართლა ფეხებზე მკიდია ანუ GTA არასოს არ მაინტერესებდა არც ერთი გარდა ძველებისა შავ GTA-ს ვძახოდით მაშინ და კიდე Vice City და San Andreas-ი რა ანუ მაგათ გარდა GTA არ მითამაშია და ეხა კიდე მაგათაც არ ვითამაშებდი იმიტომ რომ ნუ ჩემი აზრით მოსაწყენი არის ძალიან Where is he? სადაა? ეგ კუთხეშიო. But the motherfucker was going to air my ass out if I did. ნუ ცადეო რა გაჩერება, მაგრამ სადაც იყო მომკლავდაო. ვიტო, საჭიში არის, მაინც შეიძლება მოკლას. How you feeling? Vito. თუ ვერ გიცნო. About time you showed up. დრო იყო რომ მოსულიყავიო. ყველა სახში წავიდაო. I wonder why. ნეტა რატო? Oh. Right. You drive here? I took a cab. I wouldn't park. შენატარი ვაკო და არა, ტაქსით მოვედიო. All right. Finish your drink and let's go. კაი, დაამთავრე და ლევა და წადი სახში. I'll let you out. Here's to you, kid. You went out like a man. კიდე იმ ბავშვს ლაპარაკობს რა, კაცი ვიც წახვედიო. I'm so sorry, kid. This never should have happened. გასაღებსაც წავიღეო და კარებში ქონია ყოფილი. მოკლა შემთხვევით. Shit. ბიჭო. What the fuck? რა ჯანდაბას აკეთებო? I was just. You were just what? Shut your fucking mouth and get your drunk ass outside. All right. დაიჯიო და გარე გაელთრია მალეო. ნუ ეხა ამის ბრალი არ იყო იმდენად, მაგრამ პოლიცია მოდის ეხა. პროსტა დაარტყა რა იარაღი და შემთხვევით გავარდა. კაი, ამ სადაც დავმოლოთ, მაგრამ სისხლი რო არის, აგერ ამას რა ვიყო. კაი, საწავიყოთ ხა ეს. და ეს კაი დეტალია რო ხდაშორის რო აი სისხლში რო ჩავაბიჯეთ ფეხი. აუ, შპაგატში ჩავაჯინეთ ტიპი. აი, მოდი აგერ დავაგდოთ, მაინც, რა ვიცი. ეს რუზე დაჯდა, არა, კიდე კაი. აი, წავიდეთ ახლა სახში და შარს კი ამკიდა ამან, მაგრამ მაინც. მანქანაში ვერ ვждები, რატომღაც. მისია რა არის, მანქანაში უნდა ჩავაგდოთ ესე იგი ეს. ალბათ როგორც წინა მისიაზე იყო, ხო იცი, აი, ვიღაცა რომ მანქანაში იყავდა საბარგულში და მე რომ დავმარხეთ, ალბათ ეგეთი მომენტი იქნება აქაც. ხო, ნუ სამწუხაროდ. არა და კაი კაცი ჩანდა, მაგრამ სადესროლე ეს, ან თავში ტყვია არ ეტყობა თითქოს და არ შენა ცუდი ტიპი, მაგრამ რაც იზამე ხა. ეს თუთი ყუშები კიდე აი გადარეული არიან, ესე იგი ვიდეოს და ჩაწერას რომ დავიწყებ და ხმას რომ გაიგებენ იმას, ან რო ვლაპარაკობ, ეგრევე ატეხავენ ერთ ამბავს. სხვადასხვა კიდე მოიცა ერთ წამი საიდან უნდა გავიდე ხა აქ. მანქანა არ მინდა რომ გავაფუჭო ძალიან და მომიწევს გაფუჭება მაშინ, როგორ ჩანს. ნუ ჩემი მაინც არა და პონტიახია როგორ ჩანს ეს მანქანა. ხო, სხვადასხვა კიდე ბუღა მაქვს აგერ ალბათ გაიგონეთ ხმა. მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა რომ დავლიო. დილაობით დაახლოებით ესე ჩემი სახში არ არიან, რაღაც პირველ 2 საათამდე ხოლმე მაშინა მაქვს მხოლოდ დრო იმისათვის რომ გადავიღო თამაში რა, ანუ ეს მაფია 2. ხო და მე დიდად დრო არ მშება ხოლმე და ან მეცადინეობ და ან კიდე რატომღაც არ ვიცი მივეჩვი ამ ძალიან ცუდ საქციელს და მეძინება ხოლმე და მძინავს ფაქტიურად 1-2 საათი შუადღეზე. და მე რო ავდგები კიდე თითქოს აი არაფრის თავი არ მაქვს და მოკლედ რომ უნდა ვიმეცადინო, ეგეც კიდე საშინოდ მეზარება. რაც ცუდი ჩვევა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ უნდა გადავეჩვიო მაგას.
ნუ ეს წელი ესე იგი ჩამომთავრებია და მე რაღაცა იქნება. ხო და არ ვსვამ ზოგადად ეხლა მე ბუღას, მაგრამ დღეს მეთქი ბარემ მოდი ვითამაშ გადავიღებთ ხო და თან კიდე ბუღას ესე თუ ისე დავლებო. რაღაცა 5 თვე მე მგონი არ დამილევია არაფერი ენერგეტიკული გარდა ყავისა. ყავასაც კიდე ვსვამდი რაღაცა 2 ჭიქას, მაგრამ მივეჩვიე მაგასაც სამწუხარო და ეხლა ვსვამ 4-ს. სხვადასხვის მიკვირს რომ ჯო არ ლაპარაკობს აქ. და არ ძინავს და არაფერი და რავი რა ჭირს არ ვიცი. ეხლა ალერგია მაქვს და ისე მაცემინებს რომ საშინად. ხო და ბუღას და კიდე მსგავს რაღაც ენერგეტიკულ სასმელებს არ ვსვამ, იმიტომ რომ თავს მტკინს და ეხლა ეგ გამახსენდა ეხლა რომ შეიძლება მან თავი მოწკინოს დღეს და რაც გასაკეთებელი მაქვს ის ვერ გავაკეთე. ვან კიდე არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ძალიან მაშიებს. როც მქონდეს ნაჭამი აი ძალიან ბევრი დავლევ და ეგრევე მე ისე მშვიდება. ხო და მაგიტომ თავს ვიგავებ ხოლმე ხშირად, მაგრამ დღესაც მომღაც გადავწყვიტე რომ მეყიდა. აი მოვიდით. Right, we're here. Try not to shoot anybody on the way to the სადერო front door. ვიღაცა ზარესროლო. მალდობა იტო და ბოდიში, I'm იტო და ბოდიშიო. sorry about Look, just call me tomorrow, okay? ხვალ დამენეკიო რა, ალბათ მოაგვარებენ საქმეში თვითონ. მე ხა ალბათ მოწავიდე რა, ხო, აი. უნდა დავმარხოთ ჩვენი სხეული, ჩვენი რა, ვიღაცა აი ამ შავკანიანის, მაგრამ მაინც. ხო და მართლა ჯოუს ანუ დამატებითი კონტენტი რა, ის კონტენტი რისი დახმარებითაც თამაშობ შენ ალბათ ჯოუთი და იგებ იმას თუ რას აკეთებდა ჯოუ, სანამ ჩვენ ჯარში ვიყავით. დავგუგლე და ვნახე რომ ეგ ყოფილა დაახლოებით 6 საათიანი. რაც იმას ნიშნავს რომ აი მხოლოდ ჯოუს კონტენტის თამაში, ან მაგ დამატებითი მისიების თამაში იქნება რაღაცა რა ვიცი, შეიძლება 10 ეპიზოდამდე იყოს ეგენი მხოლოდ. და რაც შეეხება ჯიმის დამატებით კონტენტს, ანუ მაგ მისიებს, ეგენი არის უფრო პატარა შედარებით. შედარებით კი ძალიან პატარა არის, ანუ ფაქტობრივად თამაში თვითონ არაფერს არ მატებსო რა, Google-მა თქვა ეგეთი რაღაცა. ხო და ძალიან დიდი კი არის, მაგრამ რაღაც დავიწყო თამაში, რატომაც არა ბარემ მაგასაც გადავიღებ, ოღონ ჯერ იქნება როგორმე დავამთავრო ეს, ანუ ეს main მისიები, რა მთავარი მისიები. ხო და მე მივხედავ მაგასაც. აქ სხვადასხვის მეგონა რომ მოვიდოდი უფრო ხშირად, იმიტომ რომ ხო მითხრა ჯოუ მე რომ აქ როცა მოხოლო უფრო პულსი შოვიო რა, მანქანები მოიყვანეო რაღაც ესო ისო. მე მგონი შემიძლია რომ აქ მოვიდე. უბრალოდ უი. აქ ალბათ დაწვავენ ახლა მას. შეიძლება ეს მანქანიანად გაანადგურონ საერთოდ. კაი, ალბათ შეგნო შევიდე ერთი წამი ნახოთ ალბათ თუ შევალჩიგნით. ხო, აი ეს კაცი ეგრე. დაელაპარაკე. გაბუდული ეთყობა არ ელაპარაკება. მოკლედ გვინდა რომ ეგ მანქანა ჩავკვიდოთ იქ და ან დავწოთ ან გავსრისოთ მთლიანად. არ ვიცი, არ ელაპარაკება და ალბათ გარედან უნდა გავაკეთოთ რამე. მოიცე მისია რა არის. გაანადგურე მანქანა ისე რომ დაპრესო რა, ანუ ხო, უნდა გავსრისოთ ერთი სიტყვით. და ალბათ კონტროლები არის აი აქ. So. ფული როგორ ავიღეთ, არ ვიცი, მაგრამ როგორ ჩანს ავიღეთ. აი, აქ მანქანები არ აყავს ამაში თო? ფარეხი არ იხსნება, ერთი მანქანა რაც არის დარჩენილი. მოიცემ ნახოთ ის ბარემ როგორ გამოიყურება. ვაფშე გაქრა მანქანა. რავი, შავი უხრელი იყო თუ საისაც ავიდა ეს მანქანა. აი მოდი მანქანის ფანჯრის გატეხვა არ გვინდა. ეს შეიძლება იმის მანქანა იყოს, მაგრამ არა უშოს ფულს მაინც არ გვიხდეს ის, არ სამსახური არ აქვს არაფერი და ერთი მანქანა თუ მოვიპარეთ, არა უშოს არც ეგ. ნახე პონტიახი ხომ უნდა ეწეროს და პონტაკი ქვია თუ რაღაცა ეგრე მანქანას. ნუ ალბათ ეგეც კიდე ლიცენზიის გამო, მაგრამ მაინც. კაი, საერთოდ წავით ერთი წამი ახლა ვნახავ და თუ ძალიან შორი არის. სახლი რა. ნუ ეგ იმას ნიშნავს რომ ეს თავი ახლა დამთავრდება გაგრას აი ამითი. ხო და მივალ ახლა სახლში უცებ და მე დაგბრუნდებით. სხვადასხვის ახლა ვფიქრობდი, იმიტომ რომ პოლიცია დავინახე ეგრე და მაინტერესებს აი როგორ იყო ცხოვრება მაშინ სანამ პოლიცია ვაფშე აი შემოვიდოდა. ნუ ალბათ დაცვა და რაღაცეები იყო მაშინ როგორც აი ძველ პერიოდში ალბათ რაინდების და რაღაცეების დროს უფრო დაცვა იქნებოდა და ეგენი შეასრულებდა ვითომ აი პოლიციის საქმეს, მაგრამ რა ვიცი აი სულ ხო არ იქნებოდა ეგენი ყველგან მით უმეტეს აი სოფლებში და რაღაცეებში არ მგონია რომ მეფეებს დაცვა გაეშვა და იქ საკუთარი ჯარისკაცები არის შეეწირა ალბათ რაღაცა სოფელს. ხო და
ანუ ესე იგი ყველაფერი ხდებოდა გაუპატიურებები, სიკვდილები, ქურდობები და მსგავსი რაღაცები აი ყოველთვის ალბათ. და ყურადღებას კიდე ალბათ არც არავინ არ აქცევდა. და მე პოლიცია რო შემოვიდა, მე ალბათ ვითომ ცოტა გაჩერდა ყველაფერი, მაგრამ არც მაშინ არ გაჩერდებოდა, იმიტომ რომ კამერები როცა არ არის, მაინც შეუძლია რაღაცა რო გააკეთოს ადამიანს და ადამიანმა უბრალოდ. და არც მოუვა არაფერი, იმიტომ რომ ვერ გაიგებს ვერავინ. აი, ეხლა უნდა დავიძინოთ, დიდი ვარაუდით, მე კიდე ტელეფონი დარეკავს, რა თქმა უნდა. და გავაგებიებენ თუ რაც ხდება. ნუ ან პირდაპირ უნდა წავიდე ჯოუსთან. ესეც უკვე 11 თავი. ესე იგი 4 თავი, ნუ პრინციპში ხო 4 თავი დაგვრჩა. ამის ჩათვლით, ანუ 11, 12, 13, 14 და მე 15 იქნება ბოლოს. და მალე კიდევ ნახავთ ტომისაც. ოპა. Who the hell is that? ესე არ გაუღვიძებთ არასოდეს არავის, ანუ როცა ვიღაცა კართან მოვიდა. შეიძლება პოლიცია იყოს. დიდი ვარაუდით. ხო და თუ პოლიცია იქნება, მოდი დავხვდეთ ესე. აბა ვინ არის? Hey Vito, სალამი ვიტო. long time no see. დიდი ხანი არ ეს ჰენრია? Long time. ხო, ჰენრია. What do you want, Henry? რა გინდა? Drake, let's take my car. დასალევი მინდაო და წამოჩემ მანქანა ვიყო, ჩემ მანქანით წავიდეთო. აი შენ მანქანაში ეხლა თუ მე კიდე დამაჯერ მძღოლად, გავგიჟდები. ატარე რა შენ. აუ, მე მატარებიებს ბიჭო, აი. რა ზარმაცია ეს ხალხი? ვიცი რომ კლამენტი მოკდაო და ასევე ყველაო. Listen Vito, I know Miss me, Falcone Vito. had something to do with this. ვიცი რომ ფალკონმა რაღაცა ჩაელჩევა მაგასთან დაკავშირებითო. Want to take out what's left of the family. და დარწმუნებული ვარ რომ Why? ვინც არ შემოსაც მოკლავსო და მე რატომ დავღელავდიო ამაზეო. Sorry for what Clemente did to you. ბოდიში რაც კლამენტიმ გააკეთა შენთვისო. I don't give a rat's ass about that old bastard. მაგრამ რაც მოვიდა დაიმსახურაო ეგო, მე არ მაინტერესებს ეგო So საერთოდ. you want to join up with us? Yeah. and ფიქრობ ანუ since you work შემოერთება გინდაო ჩვენთანო? maybe ხო, ანუ რაღაც შენ მუშაობ მაგისთვისო, შეიძლება შენ დამეხმაროო და რეკომენდაცია გამიწიო. Thanks Vito. მადლობა ვიტო. I owe you one. ანუ ესე იგი ეს ხომ მუშაობდა კლამენტისთან რა, მაგრამ ის ხომ მოკვდა ეხა და ყველა და ამას ეშინია რომ მეც მომკლავენო. და შენთან შემოვალო მეო. You wouldn't know anything about that, would you? Got no idea what you're talking about. That's funny, because a buddy of Joe's got popped in a parking lot that day. So I just figured you two were in on it. Buddy of Joe's. Who are you talking about? აა, You know, ხვდება. that fucking kid used to come into Freddy's with Joe all the time. მოიცა What's his name? მოგვიყვებით მე. Mikey, Mickey, Martin, whatever the Marty fuck his ქვია, name Martin. was. You mean Marty? Yeah, that's the kid. Get a voice like fucking Minnie Mouse. Yeah, I heard about that. So you sure you weren't there that day? You're positive? ხო, ძმა, არ ვიყავი ჩვენ ეგ. Me and Joe were out taking care of something for our boss that day. That's all I'm gonna say. You know what? It don't matter anyway. აა. But do me a favor, would you? ო, მასე Yeah, ჯობია. sure. Next time, get a better disguise than a phony fucking mustache. I saw you two pricks from a mile away. You know what? Can we please not talk about this right now? აა, მიხვდა Or მაინც. ever again? Don't worry about it. You did what you had to do. ნუ ესე იგი, You ever get the როგორც feeling you'd be better off in a different line of work? To be honest with ჯო you, გაჩვენდი ერთსამი. not really. This is what I am. What I'm good at. Yeah. მე ვარო ესო და ამ საქმეში ვარო კარგიო. და სხვა საქმეო არ I ვიციო was მე. thinking about skipping town after that business. ხო, როგორც ჩანს რომ ტაქსზე მეტ ფულს იხდისო რა ეს მაფიაში ყოფნაო. That's why I came to see you. So I was your last resort, huh? Thanks. ანუ ყველგან მიხვედიო და ბოლოს მოდი ჩემთანა ხო? რო სამუშაო გაშოვაო. ჩემთან რატომ მოდი და ჯოუსთან რატომ არ მიხვედიო? But I Joe, wouldn't I exactly bitch, want mara- speaking on my behalf. You know what I mean? მაგასთან ლაპარაკი არ მინდოდა ვრადიდო. Can't argue with you there. ესე იგი, ის კლემენტი რომ მოვკალით, ეგ იყო, კი არა და მაგასთან მუშაობდა ჩვენი ჰენრი რა. ხო და ჰენრი შეეშინდა მე რომ შეიძლება მეც მომკლანო ეხა, იმიტომ რომ ყველა მოკლესო და ფაქტობრივად ვინც დარჩაო, მე იმასაც მიხედავ, ალბათო. და თქვა ეგეთი რაღაცა რომ შენს ბოსთანო შემოვალო რა მეცო და მაგისთვის მოვიდიო აქო. თუ რა თქმა უნდა დამთანხმდებაო შენი ბოსიო, პრობლემა არ მექნება მეო და ვიტომ უთხრა რომ არა პრობლემაო, დაველაპარაკებიო და თუ შეიძლებსო რა შენ შემოშვებოსო, ანუ რეკომენდაციას გაგიწევო. მე კიდე დაიწყო ჰენრიმ ლაპარაკი იმაზე რომ სასტუმროშიო რო ვიყავიო, ანუ აფეთქება და რაღაცა მოხდაო და თქვენი ბიჭი დავინახეო სარდაბში როგორ იყო მკვდარიო, აი მარტი ერქვაო თუ რაღაც ერქვაო ეგეთიო და თქვენ ხო არ გიმაიმუნიათო რაღაცაო მაგ სასტუმროშიო. და მე ვიტომ უთხრა რომ არა კაცო, არა რა ჩვენ საიდან მიმაიმუნებდითო რამესო. როგორ არაო ჯოუს მაგაცი იყო ის ბიჭიო და უეჭველი იყავით თქვენო იქო მისულიო.
და ვიტომ უთხრა რომ ნუ კაი ხო ვიყავითო მე რაო ოღონდ ჩვენ არ გვიქნიაო ეგო ვითომო რა იმიტომ რომ სხვა საქმე გქონდაო ბოსმა და გვავალაო და ჰერი მუთხრა მე რას მოტყუებო გიცანიო რომ ყალბი წვერები ქონდათო მიწებებულიო მაგრამ არ მithქვიაო არაფერიო და ჯო მუთხრა რომ კაი გაჩვენდი ხა მაგაზე ლაპარაკი აღარ მინდაო ანუ მივხვდა რა ჰენრი მაინც და წინაზე რო გეუბნებოდი კიდე აი წითელი რაღაც ეს რა არის რა მონქანა ეს არ ვიცი ხო და წინაზე რო ვამბობდი მეთქი წითელი რაღაცა ჩანს რუკაზე თქო როგორ ჩანს ეგ იყო სწორედ ჰენრი რა ანუ მაგასთან თუ გავიდოდით ახლოს მაშინ ჰენრი გვიცნობდა და ჩაგვიშვებდა ალბათ თავის ბოსთან მაგრამ საბედნიეროდ გადავშით ხო და ეხლა სად მივდივართ არ ვიცი ზუსტად ერთ წამი ნახავ მისიას ფალკონთან მიყვავს რა იმისათვის რომ ალბათ რეკომენდაცია გაუწიოთ და შემოვიდეს მე ჩვენთან უკვე როგორც ერთ-ერთი ჩვენი წევრი დიდი ხანი არ მინახია ეს ჰენრი და ბოდიშიც მოიხადა იმასთან დაკავშირებით თუ რაც მოხდაო და რაც მოვიდა ფალკონს კლამენტის ღირსი იყო რა ეგ ადამიანიო კაი ვნახოთ ეხლა რა მოხდება აბა Hey, Vito. You got that money for me? Always keep my word, don't I? Here you go. Don't spend it all in one place. Thanks. ფული გაქვსო და კიო მაქვსო. მაგრამ არ დახარჯო ყველა ერთად. ჯოუსა დარიო და აქ იყო, მაგრამ წავიდაო რაღაცაო. ეს ბოლო დროა სულ გაბრაზებული არისო. მაგრამ მაგას ვერ დაადანაშაულებო რა, ბავშვი მოუკვდაო. მაგაც. I got to sort this shit out. Yeah, well, I think it's worth hearing me out. All right, go ahead. მოკლედ, ნუ კიდევ ვიღაცა მაფიის ბოსი არისო რა. He's worried. He's not sure if we'll be going after the rest of Clemente's. ერთი ბიჭი არის რა, კლამენტის დამუშავებსო და ამირეკაო და ღელავსო რომ თვითონაც მოკლავენო. Unless they try something stupid. Okay, well this guy also asked me if he could come work. ნუ არაო, მაგასო აღარ მივხედავთო უკვე, მაგრამ იმ კაცმა ვასე კიდე გითხრაო რომ ჩვენთან უნდაო მოსვლაო. კაი ბიჭი არისო რა. უთხარი რომ მოვიდესო. He's here right now. ნუ აქ არის უკვე. He is? All right. Go get him then. მაშინ მოვიდესო. ანუ რეკომენდაცია გაუწიეთ რა. ეს არის ჰენრი ტომასინო, ეს არის ედი. Don't call me Mr. Scarpa. My friends call me Eddie. მისტერ არ დამიძახო რა, მეგობრები ედის მეძახიანო მეო. Vito tells me you want to. ვიტო მიხარო შემოსვლა გინდაო ჩვენთანო, ხო? სამსახური არა მაქვს ეხა და რაც მოხდა არ მინდა რომ ძალიან გავაზვიადო. Okay. I usually keep my nose at it. რამეს ხوار გეგმავენო ეგენიო ჩვენზე რომ შენი ბოსიო. ლუკა ლაპარაკობდაო ფალკონზეო რა, რომ რაღაცა ცუდ ბიზნესში იყო ფალკონიო ჩართულიო რა და უნდა რომ ხელი შეგვეშალაო ფალკონისთვისო. He knows that Vinci is totally against us. Yeah, probably fooled the old man good. So that's why he's planning to move on us. No, we gotta hit him first. Again? Hey, if we don't act, Frank will. First, we gotta get rid of Galante. Without him, Frank's fucked. Leo? I wanted to keep you out of it, but I didn't have anybody else who could pull off a job like this. Now I'm thinking this could be the perfect opportunity for Henry here to prove himself. What do you say, Henry? You up for it? If it means I'm in when the job's done, sure. Exactly. Take care of Leo. Now what about you, Vito? I'd feel a lot better if you went with Henry to make sure everything goes smooth. And I don't mean you gotta whack the guy. Just drive there, wait until it's done, and drive back. But if it don't feel right, I can ask somebody else instead. What do you say? Sorry, Eddie, I can't do this. Leo was like a father to me back in the can. Yeah, I understand. Well, looks like you gotta take care of this yourself, Henry. You can hire some help if you want, but you gotta do this so nobody suspects it was us. Leo lives in Highbrook. Got it, don't worry. It'll be done today. Okay, you better get going in. See you later, Eddie. კარგი, ნუ ცოტა დაიძაბა ვითომ სიტუაცია აქ. Even if he screws up, nobody'll know it was us. კარგი რო აქ მოიყვანეო რა. როც გააფუჭო სამსახური და ვერ გააკეთეს ვერაფერი, მაინც რა უნდა ხდება რომ ჩვენ ვიყავითო. რაღაც კლამენტისთვის მუშაობს. კაი, ნუ შენთვის არაფერი მაქვსო რა, მაგრამ ხვალ მოდიო. ნუ ესე იგი, რაც ხდება ახლა აქ კლამენტი და ლუკა, თუ ვინციო და ლუკა, მოკლედ ამ სახელებს ვერ მახსოვრებ რა, მაგრამ ორი ბოსი შეიკრიბაო. და დრო არის დამეჩვენილი რატომ ვაც?
ხო და რო შეიკრიბაო ეგ ორი ბოსიო, ერთი არ წმობდა მასო, მეორესო რო აი თვითონ აუ, რა დროს მოხვედი ძმა, გადი იქეთ. Vehicle theft in progress. In pursuit of suspect. წადი. აუ. აუ, არ მინდა ხა ამის მოკლა. გაწიე ძმა, ეგი არ არის, გადი იქეთ, აუ, ვინ არის? ესოლეთო ამასო. მოკლედ ხო რა, უნდა გადამეთაგვნა, იმიტომ რომ დამაუწყდა ხა რაღაცები ამ დეტალები სწორად, მაგრამ მაინც. ხო და ერთი არ წუნებდაო, მეორე ბოსო, რომ ვითომ ჩვენ ვიყავითო რაღაცაშიო გარეულიო, როცა ჩვენ ვითომ გარეული არაფერში არა ვართო და მაქედან გამომდინარე, ეხა ეგ ერთი რო არ წუნებდა მეორესო, მეორე მოვაო და რაღაცა ჩვენზე დაგეგმავს და იტყვისო რა. ხო და სანამ ეგენი იზამენო რა მოისო, მანამდე ჩვენ უნდა ვქნათო და ერთი კიდე ლეო თქვეს ვიღაცა და ლეო არ ვიცი ვინ არის, ანუ ეგ პირველად მესმის ეგ სახელი, მაგრამ თქვა ვითომ რომ ვითომ ლეო მამაჩემივით იყო, მამაზავით მექცეოდაო სუროდა, მაგასო მე ვერ მოკლავ, მაგრამ ჰენრი თქვა რომ მაშინ მე ვიზამო მაგასო, ლეოსო მე მოკლავო და პრობლემა არ იქნებაო, თუ რა თქმა უნდა სამსახურში ამიყვანთ მაგმისიის მერეო და ედი მუთხრა რომ კი რატომაც არა სამსახურში აგიყვანთო და პრობლემა არ იქნებაო. ხო და რა ვიცი, ლეო არ მეცნობა ეგ სახელი და მით უმეტეს არ მეცნობა, აი თუ მამასავით იყო ვიტოსთვის, ესით მაშინ ახლო უნდა იყოს ვიღაცა და უნდა ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი ვინ არის. ეხა დაზუსტებით არ ვიცი სად მივდივართ, იმიტომ რომ წესით ჰენრის არ უნდა ვეხმარებოდეთ ჩვენ და მაგარ მარტო უნდა გააკეთოს ყველაფერი. თან კიდე სახლში თუ მივდივართ, მაშინ დრო რატო არის დარჩენილი, არც ეგ არ ვიცი. ხო და რა მივიდეთ ახლა და ვნახოთ. მისიას ვნახავდი, მაგრამ ეხა პოლიცია რომ მომზებს არ მინდა მაინც რო ეგ გავრისო ესე რო თქვა. თან კიდე ძებნილი ვარ და მაგიტომ აუ პოლიცია, კაი მოდი ვნახოთ. ლეო უნდა გავაფრთხილოთ. აუ გადით ბიჭო, ეს ვინ არიან? რამდენი პოლიცია დადის ეხა თან? ლეოსთან უნდა მივიდეთ რა, რომ გავაფრთხილოთ. ეხა ეგ ტიპი რომ აპირებს შენს მოკლას ჰენრი თქო, მაგრამ ვერ მივასწრებ როგორ შანს. აუ, კაი რა, ვერ მივასწრებ? ეგეც კიდე ამ პოლიციელების ბრალი არის რა. აი, საიდან გაჩნდა იქ საერთოდ? ან კიდე მანქანას რატო არ გვახვედრებენ სწავით, რომ რაღაცა გავაკეთოთ ეხა აქ. კაი, ნუ თავიდან გავიდეთ ა. აუ, ესე იგი ბერნაუთი გავაკეთი აქ, ესენი ვინ არიან? მეგონი კიდე ვერ მივასწრებ. მარა იქნება ვიდრიბდაო და ეგრე მივიდე როგორმე მანდ. მეთქი შევასწრიელებ თუ რა მოსახურში, იმიტომ რომ ძალიან ჩქარა მიდიოდი, მაგრამ მეგონა რომ სტოლბას დავედაგებოდი და სტოლბა კი არა, ვაფშე კედელი ყოფილა იქ. წესით უნდა მივასწრო ეხა. ხო და როგორც გეუბნებოდით, ლეო არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ეხა გავიგებთ ვინც არის ლეო. იმას არ გავს, რა ქვია, იმის სახლს არ გავს, აი მხატვარი რო იყო ვიღაცა. აბა. ეხა რა ხდება აქ? აუ, ეს ვინ არიან ესენი? კაი, მოვედი ისევ აქ და ცადოთ აი შენგრევა ამისი. გასაგებია. უნდა შემეგრია თურმე. და ეგ არ ვიცოდი. ეხლა თუ ჩვენ ლეოს გავაფრთხილებთ და გადარჩება ლეო, ეგ გამოვა ისე რომ ჰენრის ფაქტიურად სამსახურში ხელს შეუშლის. Leo, you here? How the hell did you get in here? Get out of here. გაეთრი აქედან, თორე გესრიო. It's me, Vito. Vito? ვიტო მე ვარ. ეს ის კაცია. Leo, there's no time to talk. You gotta get out of here. Quick, they're after you. What? Come upstairs, Vito. My feet are getting cold. საუბრისთვის დრო არ აქვს რა გამოდიო აქედანო და არა კაცო რა გამოვიდეო, წამოდიო შენო. So what's happening? ანუ დავლიოთ რა ერთად და რა დავლიოთ კაცო შენ გეძებენო. The guys are on their way. You gotta ფალკონ get შენი out of here. მოკლა უნდა წადი აქედანო. Look, რატო Falcone, წავიდე heard Vinci's აქედან? planning to make a move on him because Clemente lied and said he was in the dope business. Lied? Vito, Carlo Falcone is in the dope business. Everybody knows that. Clemente tried to muscle his way into the business, so Falcone got rid of him. Now he wants to get rid of us, too, before we make a move on him. How do you know all this? I got my sources. Why did you come here again? Why? What are you getting senile on me? Because they're gonna kill you. Stop talking for Christ's sake. Get dressed and let's go. Why don't we just get rid of whoever Carlos sent to whack me? We got the advantage. They don't know we're expecting I them. can't do that. რატო არ შეგვიძლია რომ მოკლადო ეს კაციო, Who got ვინც him the job? You hired your friend to whack me? No, not exactly. Look, I don't have time to explain. He's gonna be here any minute. Okay, wait here. მოკლედ მოკლა თუ რა ვინც მოდისო ჩემს მოსაკლავათო. They're here. და
და მაგაც ვერ ვიზამო ჩემი მეგობარიაო. Quick, before he comes up here. მოიცა შენი მეგობარი დაიქირავე რომ მე მომკლასო? და არაო რა ეგრე არაა საქმე სხვანაირი დარიო ცოტაო. აი მოვიდნენ უკვე და დავამალოთ ხაო სანამ აქ მოვლიანო ეგენიო. Hey, we can hide under the bed. You gone nuts? იმის ქვეშ დავამალოთ საწოლის ქვეშ და შენ გაგიჟდიო? არ ვიცი ეს ახლი ხარ აქ რანაირად დავიმალოთ. აუ აქ შემოდიან მე მგონი. უიმე. Vito, what the hell are you doing here? ვიდო აქ რაჯენდებას აკეთებო. Get easy, Henry. ჰენრი დაწყნადი Put the gun ჰენრი. down and send the guys away. I'm gonna explain everything. Boys, wait for me outside. If I don't come out in a few minutes, come looking for me. გაიყვანე რა კაცები აქედანო და აგიხსნიო ყველაფერს თუ არ გამ და ჰერი მუთხა მე იმ ბიჭებს რომ Take a seat. გალდი თუ გარეთო და თუ არ გამოვედიო მაშინ What the hell is going on here? შემოდითო მე. Look, Henry, Leo's a friend of mine, all right? ლეო ჩემი მეგობარი არის. ციხეში რო ვიყავი და მეხმარაო. He's the reason I got made. და მის გამო I was gonna put a contract out on him. I had to warn him. You gotta understand. Yeah, but you gotta understand that I can't afford to screw this up. If I let Leo go, Falcone ნუ will ვერ be მოკლაო რა ამ ამასო რა ლეოსო. Henry, I'm your friend here. გავიგეო, მაგრამ You know სამსახურში არ შემოშებენო მერეო. friendship, Vito. This is business. And if I მეგობრობასთან screw up, მეგობრობა არაფერში არის რა I აქო. can't let him go. ეს I took a ბიზნესი contract არისო. and I gotta finish the job. If you don't want to watch, you can leave. And don't worry about me. I won't tell anybody you სამსახურში არ შემოშებენო და თუ არ გინდა რომ უყურო შეგიძლია გახვიდეო, არავის არ უტყვიო. He's breaking the rules and he wants to get rid of anybody who knows about it. So what? The only people who aren't breaking those rules are Frank Vinci and Leo here. And those aren't the people who pay me. ესე იგი ფალკონიც ყოფილა რა აი ამ Leave us now. You've had a long, good life. And it's not worth risking your neck to buy an old man a few more years. წადიო რა, მადლობა ყველაფერსისო, იმისისო რომ ეხმარებივე ხა აქო, მაგრამ მოხუცი კაცისთვისო არ ღირსო რომ შენი ცხოვრებაო I won't გაიფუჭო. tell anybody you were here. ხო ვიდეო წადიო რა. არ ვიტყვიო არავის რო აქ იყავიო და დარწმუნდი უბრალოდ რომ არავინს არ დაუნახი ხარო ესე რომ ვთქვათ. ესე იგი ფალკონი არის ნარკოტიკების ბიზნესში. ხო და არ უნდათ მაგ ფალკონის ხალხს და თვითონ ფალკონსაც რომ გაიგოს ხალხმა რომ ეგ არის ნარკოტიკების ბიზნესში. შესაბამისად ვინც იცის ეგ ამბავი რომ ნარკოტიკებს აწარმოებენ ეს ფალკონის ხალხი ვაფშე ყველას კლავენ. ხო და როგორც ჩანს ეხა ლიომაც და კიდე სხვა ბოსები ვინც არიან ანუ ხალხი ყველამ იცოდა რა ეგ და მაგიტო იშორებენ Won't be big for this one. ნენელა მაგ ხალხს. What? Hey, kid, Leo, არ მოკლა. you want a drink? what the hell happened? რა მოხდაო? Your friend and I made a deal. მე და შენ მეგობარმა I'm gonna disappear. There's nothing left for me. in this რაღაცას town შევთანხმდითო anyway რა. since my wife მე passed. აქედან I was გავქრებიო. planning to retire რაც someplace ჩემი warm ცოლი მოკდა anyway. მის მერე აქ არაფერი არ დამშენია მაინც და ჯობია რომ წავიდე აქედანო. Well, first, let's get out of here before your friend changes his mind. პირველ რიგში აქედან წავიდე თუ სანამ შენი მეგობარი შეიცვლის ვაზრსო და დაბრუნდებაო ისევეო. ნუ კაი კაცია რა ჰენრი ეხა კი მაგის გამო ჩაუხსა ციხეში ესე რომ ვთქვათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნუ არ არის ცუდი ტიპი ეგ. რა ნახე რა სახლი აქვს ეხა დავაკვირდი ამას და რა მანქანები ორი გარაჟი, ორი საუკეთესო მანქანა. მე უნდა წავიყვანო? ხო, მე უნდა წავიყვანო სამწუხაროდ. მოდი, ამით წავიდეთ. კორვედით. დავაი, წამოდი. Okay, Vito. Now get me over to the train station if you wouldn't mind. This town's been good to me, but now it's time to say goodbye. You gonna go there in your PJs? Damn right I am. I'd rather be alive in my pajamas than dead in a three-piece suit. მოგელ ეს ქალაქიო ჩემთვის კარგი იყო და ეხა ჯობია რომ დავამშვიდობო და პიჟამობით მოდიხარო და კიო Sure I am. But Frank's don't ეტყვი worry, რაც I'm მოხდაო? gonna mention your name. კიო მაგრამ შენ არ გახსენებო დამშვიდიო As it is. შენ ნუიღელებო რა რამეზეო You know, this whole thing got complicated. ყველაფერი ძალიან გართულდაო რა აი ძალიან მალეო თან ხო ვიდო რასელოდი ბაბა Swear the oath to put on a fancy suit and then it's one big party? Carlo's always been a shady bastard. კარლო ყოველთვის იყო ესე ჩუმალაო I've been warning Frank about him for years. ფრენკზე ვაფრთხილებდიო მაგას დიდი ხანი I'm gonna disappear. ეხა გავქრებიო მეო Gonna take the first train to Lost Heaven. Make a few phone calls. Lost Heaven-ში წავალო Then I'm gonna head for the airport. I'm gonna go someplace warm. Start tomorrow. იქედანო მე რაღაცებს ანუ მოვაგვარებო და თვითმფრინავით რაღაცაო წავალო რა Carlo wants me dead. And sticking around here is like buying a one-way ticket to the morgue. Isn't that a little drastic? ესე იგი კარლოსო შემოკლა უნდაო და ეხა მე რო აქ დავშეო ფაქტიურად You get to be my age, Vito, and all this squabbling starts to seem a little pointless.
Frank's never gonna change. He's a brawler. Nowadays, he just listens to the young hotheads because they tell him what he wants to hear. If he wants to be some kind of wise guy sheriff and go after Carlo, then he can do it without me. I'm just sorry I got you into this mess. That was my choice, Leo. მოკლედ, როცა გაიზრდებიო და მოყოლო ჩემს სასაკამდეო, მე შენს გაიაზრებო იმასო, რომ ამდენი ჩხუბი და ამდენი რაღაცეები საბოლოოდ მოსაწყენი არისო რა. და სხვადასხვა ამას დავაკვირდი ახლა მე მგონი კალბაკი ქვია ხო ამას რაღაცა კალბაკი ეგრე ქვია ეგ მოძროა და ნახე რა მაგარი ისა მაგარი ხო კაი წამო ახლა წავედით მეტროში თბილისის მეტროში და წავედით ვარკეთილში ეს არ იღება როგორ ჩანს და ალბათ ბილეთი უნდა ვიყიდოთ თუ რა უნდა ვქნათ თუ ზემოთ არის რამე შეიძლება აქ უნდა შევიდეთ ხო ალბათ აქ კაი მოვიდით Thanks for everything, Vito. Just promise me that you're never going to be as stupid as you were today. Risking your neck like this just to buy. ისეთი სურვილი აღარ იყო, როგორც დღეს იყავიო რა, რო ჩემთვისო საკუთარი თავი გაწერიო რა. რა ვეცდები. მაგრამ ძალიან ბევრი დრო დავკარგი რა იმაში, რომ აი მოვედი, მე არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მე კიდე გავაკეთე იგივე რაღაცა, მე კიდე თავიდან მომიწია რომ იქ მისულიყავი ლეოსთან, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ უნდა შემოვტრია ჭიშკარი და ну, დრო დაიგაგა ძალიან ბევრი, მაგრამ სამაგიეროდ გაფრთხილებული არის უკვე ეს, გაქრება ხა აქედან პიჟამოებით, წავა და ჩვენც კიდე გადავრჩებით რა, ანუ ყველა ესე რომ თქვა არის კარგად ხა. მაგრამ თუ საბოლოოდ გაიგებენ იმას, რომ ამას დავეხმარეთ, დიდი ვარაუდით ისე მოგვიწევს ჩვენ, როგორც იმის გაფრინდა ეს მთლად. ისე მოგვიწევს ჩვენც, როგორც მოუწია ტომის. იმიტომ რომ ტომიმაც რამდენიმე გააკეთა ეგეთი მომენტი, რომ პრინციპში ტომიც ციუსისხლიანი იყო, მაგრამ მისი მეგობრების გამო დაიცვა რა 1-2 ადამიანი. მაგალითად ის პროსტიტუტი რო იყო, ეგ არ მოკლა, იმიტომ რომ პოლი ერქვა მეგონი, პოლმა უთხრა რომ არ მოკლავ ეგო, იმიტომ რომ მე უიზნოფო მაგოგოსო და გაანებიო თავი, თან კიდე ფულიც მოგცა. მე კიდე მაგ პოლს უთქვია ბოსისთვის, რომ ტომაო ვითომ მე ქალი არ მოკლავო და გაუშვაო. და მაგდენი, ანუ ეგეთი ვითომ ბჭყალებში კეთილი საქმეების გამო მოგვიშორეს ჩვენ თავიდან და მოკლეს ტომი. შეიძლება ეგრე მოგვიწიოს ახლა ჩვენ აქაც, იმიტომ რომ დავეხმარეთ ახლა ამას და ჰენრიმ რო ჩაგვიშვას ბოსთან, ჩვენც კიდე სამწუხაროდ გავაქრობენ, ხო და ეგ არის ეს კაი ამბავი არის. მოდი ეს კიდე გარაშე შევიყუროთ, მაგრამ თუ შემიძლია და გავაკეთებ როცა მომიწევს რა გამოყვანა მერე. So, დიდი ვარაუდით უკვე ეს თავი მორშება აქ. ფრენკი, შენ ახლა გინდა? არ ვიცი. სახში ვეღარ წავალო. ქმარმა გალახა ეს? შენი ქმარი რატო არ გინდა ნახო? სულ სამსო და სულ კლუბში არისო. გცემსო და არაო. არა ვიღაცას ნახულობსო გოგოსო. გცემსო და ზოგჯერ. მოუკლაო მაგნაბიჯორსო. დაელაპარაკებო და მოგვისმენსო, სად არისო და არ ვიცი. River Street-თან არისო რა და შეიძლება მანდ იყოსო. შენ წადი სახლშიო და მე დაველაპარაკებ მაგასო. თუ არ მოვიდაო შენთან და ბოდიში არ მოგიხადაო მაგნაბიჯვარმა, მაშინ უფრო მიხედაო მეო. არადგინოო რა და არა უკაც რა თქმა უნდა პროსტა დაველაპარაკებიო. კაი, ნუ ჩვენი დის ქმართან მოწავიდეთ ახლა და გავლახოთ ეგ ტიპი, იმიტომ რომ ჩვენს და სცემს და კიდე ღალატობს. მოკლედ მაგას გავაკეთებთ უკვე ჩვენ მომდევნო ეპიზოდში, ახლა კიდე უნდა წავიდე, იმიტომ რომ ვიდეო ძალიან დიდი გამოვიდა მე მგონი და ხო რა. წარმატებები ყველას და დროებით.